უცნობ ნახატზე სასაუბროდ ლუკას შემდეგ სცენაზე მარიამ კაცაძე გამოდის. წინ მომავლისკენ მარტოობა ჩარჩოების გარეშე. ბავშვების ტკივილი, სწორედ ეს წარმომიდგა თვალწინ. თითქოს და ეს ბავშვები მართლაც რომ მარტო არიან, ბავშვთა სახლი. ეს განწირული ხმა ალბათ მათ დედებს უკავშირდება, მშობლებს უხმობენ, ტკივად, განიცდიან. შეშინებული სახეები, გაკურებული მზერა, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ალბათ ეს ის სევდაა, ეს ის ნაღველია, ეს ის წუხილია, რომელიც ყველა იმ ბავშვს აწუხებს დღეს ბავშვთა სახლში, მარტო რომ ზიან და ელოდებიან მშობელს, ელოდებიან სითბოს, ელოდებიან თანადგომას და არა სიბრალურს. ყვირილი, შეძახილი, ხმა, რომელიც მათია დღეს ჩვენ გჭირდება, ჩვენ გვაძლიერებს, ჩვენ მათი ხმა უნდა მივიღოთ, მათი ხმა უნდა გვესმოდეს, მათი წუხილი უნდა გავიღოთ და გავიზიაროთ. ეს ბავშვები დღეს დედებს უხმობენ, მათ სითბო, თანადგომა და ჩვენი სიყვარული ჭირდებათ. მადლობთ. მარიამ, შენ კარგად დაინახე ეს განწყობა, ყოველ შემთხვევაში განწყობის ნაწილი მაინც, რაც ამ სურათიდან მოდის და საკმაოდ კარგად დააკავშირე ეს ბავშვთა სახლთან. ძალიან კარგი რამდენიმე ფრაზაც ჰქონდათ. ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს, რომ სურათი, მე ვფიქრობ, ნახატი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ის ჩარჩო, რომელშიც უკვე შენ მოათავსე ახლა. ძალიან დიდი მადლობა შენიშვნისთვის. შეიძლება დღეს მე მართლაც ბავშვთა სახლს დავაკავშირე ეს, მაგრამ ჩვენ წინ აუდიტორიაში არიან აუდიტორიას წარმოადგენენ ბავშვები და ეს არ შეიძლება იყოს მარტო ბავშვთა სახლის აღსავსდებლებისაგან წამოსული ხმა. ეს შეიძლება იყოს თქვენი ხმაც, თითოეული თქვენგანის ხმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს აქვს სათქმელი და სწორედ ამ სათქმელის ხმამაღლა გაშუქებას ცდილობენ ალბათ ეს ბავშვები. მე ვთვლი, რომ თუ შენიშვნას არ გაძლევენ, ეს ნიშნავს, რომ ან არ გაინტერესდა, ან შეიძლება გაინტერესდა, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა.